მაია ასათიანი შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს და შეეცადა იმის გაგებას თუ როგორ ესმით მათ ხალხის მოთხოვნა და ხომ არ სთავაზობენ მათ საკრალურ კითხვებზე პასუხების ნაცვლად 20 წლის დაძველების ლოზუნგებსა და კიდევ ერთ ოდიოზურ ბელადს. სექტემბერს ზუსტად 14 საათზე უზენაესი საბჭოს შენობის წინ მრავალდანაშაულში მხილებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი შეიკრიბა. ასე დაიწყებოდა ეს ამბავი 90-იანი წლების მოამბეს რომ გაეშუქებინა. ასე თითქმის 30,000 ადამიანი დღეს პარლამენტის შენობის წინ მხოლოდ ერთი მოთხოვნით შეიკრიბა. 2003 წლის ნოემბერში კურიერის ეთერით რომ გასულიყო. ჩვენ სხვანაირად დავწყოთ. გაივლის წლები და კედელთან არა. ტრიბუნასთან მდგარი პრეზიდენტი იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს გადამდგარი მინისტრი მის წინამორბედს პირველად რომ განუდგა. საქართველო მაშინ პატარა ქვეყანა იყო. არა ახალი კიტოვანების წარმოშობით. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ. სულსწრაფმა, პროვოკაციას აყოლილმა, გაუაზრებელმა, ამბიციურმა, ჭკუა მოკლე პოლიტიკამ სადამდე მიგვიყვანა. განდგომა იმ დროს ომით დამთავრდა. მაშინაც ყველაფერი ერთად დიდი ეროვნული იდეებით დაიწყეს და მერე ცალ-ცალკე და ცუდად დაასრულეს. ორივე. გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და პირველი სახლა უკვე სხვა წინამორბედს ის შორეული დღე გაახსენდება ამავე ადგილას და სულ სხვა დროს საბედისწერო წინასწარმეტყველებებს რომ აკეთებდა. გრავის საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის შეიძლება ეგეც იყოს. მე უზნეობად მივიჩნევ პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაში ჩემს შემდგომ ყოფნას. ასე დაიწყო განუდგარი მინისტრის რიგით უკვე მეორე ისტორია ვარდის სურნელით. პირველისგან განსხვავებით ამ განდგომას ომი და თბილისის ნგრევა არ მოჰყოლია. ქვეყნის პირველმა უბრალოდ ის ქართული ანდაზა გაიხსენა ძაღლი რომ ხებს და ქარავანი მიდის და ქვეყანაშიც ორი სიმართლე შეიქმნა. ერთი ნაციონალური მეორე პრეზიდენტის. ამ სიმართლის მიხედვით სახელმწიფოში სახელად საქართველო ყველაფერი ძალიან კარგად იყო. უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში საქართველოს შეძლებს იმის გაკეთებას და ისეთი დონის მიღწევას, რომელიც იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი დემოკრატიული, ნამდვილად დემოკრატიული და შესაბამისი ცხოვრების დონის უზრუნველყოფი ქვეყანა. სანამ პრეზიდენტი სამშობლოს აყვავებაზე ზღაპრებს ყვებოდა მისი გუნდის წევრებმა ზუსტად იმ ცნობილ მოედანზე, აი ასეთი იერი მიიღეს. ქარავანი კი მიდიოდა. დღეს არ იცხვია? ინტერვიუს არ ვიძლევი. ინტერვიუს არ ვიძლევი ჯერფას. ერთი თვე კიდე არ ვიძლევი ინტერვიუს. ნებისმიერ თემაზე შემიძლია საუბარი ნადირობაზე, თეატრზე, კინოზე, გარდა პოლიტიკური კითხვებისა. თავს შევიკრებ. მაშინ კამერასთან სხვები იდგნენ. ხელისუფლება დგას სირაქლემის პოზაში და ყველა დღეს იგი უნდა რომ მოიგოს ყველა დღე. უბრალოდ ჩვენ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას კი არა, საქართველოს მოსახლეობას აღარა გვაქვს ეს დღე, ამდენი დღე რომ მოვითმინოთ ეს ყველაფერი. მერე ყველაფერი თავისით მოხდა. ხალხი ახმაურდა, კმარა აყვირდა, შიში დაიძლია და საპასუხოდ საქართველო არ შეშინდე, არაყვა რომ დაიღალე. მთავრობამ ახალი სიმღერა გამოაცხო, საარჩევნო. თბილისი, სოხუმი. გაივლის წლები და ამას უკვე სხვა დროსა და სხვა წყობაში სულ სხვა სიმღერით იტყვიან.
წყალგამყოფი, როგორც ახლა ხშირად ამბობენ, სწორედ ეს დღე გახდა. პრეზიდენტის რადიკალურ ნაბიჯს განმდგარმა რადიკალურად უპასუხა. და იმ მოედანზე ამ ქვეყანაში ყველაფერი რომ ხდება ხოლმე, ხალხი ისევ შეიკრიბა, გაბრაზებული. ვერავინ ვერ შეძლებს, რომ ამ ტაძარში გაბატონდნენ საქართველოს მოღალატენი. ჩვენ წინ ვერაფერ ვერ დაგვიწყება. დღეს თქვენ შექმნით ისტორია. ამჯერად ყველა წინამორბედის შეცდომა გათვალისწინებულია. დევიზით ძალა ერთობაშია, რევოლუციურს ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს, თანდათან ვარდის სურნელი მოაქვს. პარლამენტის შენობის წინ წყობა უკვე მესამედ შეიცვალა. ეს ამ ამბის კიდევ ერთი სერიაა. ნაცნობი განმდგარი დასაწყისით. ოღონდ ამჯერად ხელისუფლებამ ძალა თავიდანვე აჩვენა. ჭკვიანი ხომ სხვის შეცდომებზე სწავლობს. განმდგარი ახლა ციხეშია, ხალხი ქუჩაში. შეხვედრის ადგილი უცვლელია. ხალხისთვის გასაგებ ენაზე ისევ სახალხო მოწოდებები ისმის, როგორც ყოველთვის მობილიზებულია პოლიციაც. ძალოვნებთან ურთიერთობის ენა გამოცდილმა რევოლუციურმა ერმა უკვე იცის. აი ჩვენი სიმართლე, აწიეთ ხელების უკველა. აი ჩვენი სიმართლე. აი ესეც პასუხი. შეუერნაძის გათახსირებული მთავრობაში ვიყავი მე იუსტიციის მინისტრი. წამოვიდი იქიდან ჯიბეში მე 100 ლარი ფული. 100 ლარი მედო. ნამიტინგარ ოფისში ახლა ამბის მთავარი პერსონაჟის პასუხს უსმენენ. ნურული შეშინებული. twili პაპიროსბირში. კარგად რომ დათვალო, აღმოჩნდება, რომ ირაკლი წერეთელს ცხოვრების ნახევარი ამ ადგილას აქვს გატარებული. სჯერა რომ ეს ბოლოა. არანაირი სურვილი არ მქონდა ამჯერად, მოხოთ იმისა, რომ დემონსტრაციებზე თავს იზებდნენ როგორც თევზი წყალში. მაგრამ ეხლა ისეთი რაღაცები დააგროვა ჩემ და სამწუხაროდ ბატონმა მიხეილმა პრეზიდენტს, რომელსაც ხმა მივეცი დიდი სიხარული და დიდი სიამაყით, რომ უბრალოდ გაჩერება და ქუჩაში არ გასწრა მიმაჩნია უზნეობა. საფრთხეა რა. იგი უკვე გამოდმებული თბილის რეჟიმში, აი გამოდმებული თბილის რეჟიმი ყველაფერზე. ის თავის დროზე ვარდის სურნელმა გააერთიანა, ისევ შეიკრიბნენ ამჯერად საერთო სახალხო მოძრაობის სახელით. ეს ქართული მღელვარების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. მოძრაობა თავის გარეშე დარჩა. აქ კარგად ესმით, რომ როცა ოპოზიციის ქარიზმატული ლიდერი ციხეშია და ერიკი ყოველთვის ჯიუტად ქარიზმას მიჰყვება, ამომრჩევლის დიდი ხრინთაყოლიება ცოტა გართულდება. დაიჭირეს ოქროშვილი, დაიჭერენ სხვა ადამიანებს, დაიჭერენ 100, დაიჭერენ თელ საქართველოს ციხეში ხო ვერ გამოაწვდა. მართლა ყვარყვარეს ციხე ხო არ არის ეს საქართველო. თუ ყველაფერი ნაცნობი და თითქოს ერთხელ უკვე მოსმენილია. ის ხალხი, რომელიც დღეს დაშინებული ყავთ და განსაკუთრებით რაიონებში, ისინიც აიმაღლებენ ხმას. ამიტომ არის მათთვის ძალიან პრინციპული, რომ არ ჩაუშვენ ხალხი რაიონებში. ამიტომ რომ თბილისში ვერ აკეთებენ იმდენს, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათთვის, რომ შეშინებული ყავდეთ ამომრჩევლები. მერე მიტინგზე შიშდაძლეული ხალხი პარლამენტის წინ ნიშა-მიშას დაიძახებს. გაივლის კიდევ დრო და ყველაფერი ისევ იმ წერტილთან მივა, საიდანაც დაიწყო. ოღონდ ამჯერად ოპოზიცია ამბობს, რომ ახალი სათქმელი აქვს. ლიდერი სხვა არის და ბელადი სხვა. ჩვენ ბელადი არ გვჭირდება. და ლიდერი ჭირდება ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობას. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ისეთ წესებზე, ისეთ პრინციპებზე, რომელიც შეუძლებლად გახდის ლიდერის ბელადად გადაქცევას. ყოველთ ხდება საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიცია, პოლიტიკური სპექტრი ლოზუნგად ასახელებს ქვეყანას პრეზიდენტის გარეშე, ანუ ქვეყანას ბელადების გარეშე. საქართველო კონსტიტუციური რესპუბლიკური მმართველობის ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს ხალხი, თავის მიერ არჩეული წარმომადგენლების საშუალებით აღარ არსებობს ერთი კაცის შოუ. სერიოზული საქციელი ამ კაცის დიდი ხანია არ მახსოვს, მე მგონი რაღაცა საკმაწვილო სენი აქვს დამართული, იმიტომ რომ ბუშტები, კარუსელები, შადრევანები და სულ დაავიწყდა, რომ დღეს საქართველო უმძიმეს პოლიტიკურ სკანდალშია გახვეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრეზიდენტმა დღეს ზემო აფხაზეთის მოსახლეობას ახალი გზის გახსნა საზეიმოდ მიულოცა. ასე დამთავრდებოდა ეს სიუჟეტი 90-იანი წლების მოამბეში რომ გასულიყო. ეს 2003 წლის კურიერის ფინალია. ჩვენ კი ასე დავასრულოთ.
გაივლის წლები და პარლამენტის წინ კუთხეში მდგარა ჭიჭიკო ღვამფერაძეს ის შორეული საღამო გაახსენდება მამამ პირველად მიტინგზე რომ წაიყვანა. ეს ზუსტად 19 წლის წინ.